მართლაც ბოლო კვირის განმავლობაში ქართულმა საგარეო მულტივექტორულმა პოლიტიკამ ნაყოფების მოტანა დაიწყო. ეს ნაყოფები არც თუ ისე სასიამოვნო გასასინჯი აღმოჩნდა. ვეჭვობ, რომ არა მხოლოდ ჩვენთვის, რომლებიც მთლიანად ქვეყნის ბედზე ვდარდობთ ამ შემთხვევაში და ჩვენს აწმყოსა და მომავალზე, არამედ თავად აი ამ პოლიტიკის შემოქმედებზეც. აი თქვენ როგორი შტაბ-შტილება დაგრჩათ, რა ფაზაში შევედით ამ თვალსაზრისით, რადგან არა მარტო რეგიონში, მსოფლიოში ესკალაციისკენ მიდის მაინც დიდ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები, რეგიონში ვითარება განსაკუთრებით არის დაძაბული, ამ მხრივ მართლაც განსაკუთრებული ნიშნულობისა იყო სახელმწიფო მდივნის ზარი კობახიძესთან და ამის ფონზე განვითარებული მოვლენები იქნებოდა ეს ირანის რეაქცია თუ ირიბად არა ამ თემასთან, არამედ სხვა თემასთან კავშირში რუსეთის საგარეო დაზვერვის მაგალითად ინტერესის გამოხატვა საქართველოსთან მიმართებაში. მადლობა მოწვევისთვის გიორგი, ყოველთვის სასიამოვნოა საუბარი, მაგრამ სასიამოვნო ნაკლები დაგვრჩა სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ რასაც ქართული ოცნება ეძახის მრავალ ვექტორულს, ვექტორი არის ერთი, რუსეთისკენ მიმავალი და მერე იყოფა ეს ვექტორები. ცალსახა, რაც ბოლო პერიოდში მათ შორის ვნახეთ რუბიოს, სახელმწიფო მდივნის რუბიოს ზარის შემდეგ კობახიძესთან, გააქტიურება ირანის ელჩის, გააქტიურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსი, დაზვერვის სამსახურის. ირანი ჩემი დიპლომატიური გამოცდილებიდან შემიგედა ყოველ ძალიან ფრთხილია, როგორც ჩინეთი. მას ძალიან კარგად ესმის, რომ ეს არის ამ ეტაპზე რუსეთის გავლენის სფერო და გარკვეულწილად რუსეთის საქმეს აკეთებს, ანუ ფაქტიურად აჩვენებს სახელმწიფო მდივნის ზარის შემდეგ, რომლის საუბრის თემა იყო შავი ზღვის და კავკასიის უსაფრთხოება. ძალიან მშრალი, მაგრამ მკაფიო განმარტება გაკეთდა. შემოიფარგლენ. იმიტომ რომ თემები ძალიან ბევრია, მათ შორის გამომდინარე იქიდან რომ არსებობს წერილი, სწორედ სახელმწიფო მდივნის რუბიოს პირველივე დღიდან მისი დანიშვნისა, ჩამონათვალი რა უნდა გააკეთოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომ ეს ურთიერთობები აღდგეს, დაუბრუნდეს ნორმალურ ურთიერთობას და ამაში ერთ-ერთი განსაზღვრელი არის დემოკრატიული მმართველობის ხარისხის გაუმჯობესება კი არა, დაბრუნება. საერთოდ ჯამში ჩვენ ხედავთ, რომ ეს ერთ ვექტორი რუსეთზე მერე უკვე იშლება რამოდენიმე ვექტორად, რომელიც თუ დააკვირდებით ქრონოლოგიურადაც თუ შეხედავთ რა, რაღაც პროცესს დაიწყებს ქართული ოცნება, პოლიტიკური ლიდერშიპი, ეს პროცესები მიაჩნიათ არ გამოვა, გახსოვთ ევროკავშირთან მიმართულებაში და უცბად აღმოჩნდა, რომ ევროკავშირმა ძალიან ბრძულად დაინახა ეს თამაში ივანიშვილის და მოგცა კანდიდატის სტატუსი. შემდგომი უკვე ნაბიჯები უკვე ცალსახად იყო იმისკენ, რომ გაეხსნათ მოლაპარაკებები. ანუ როდესაც ქართული ოცნება აცხადებს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არის და ყველა კანონს იღებს, რომელიც ფაქტობრივად შეაფერხებს მოლაპარაკებების გახსნას, რიტორიკას, ომის deep state-ის ყველაფრის და ცალსახად ერთადერთი ვინც ამას აკეთებს არის რუსეთი, რაც არ უნდა მე ყოველთვის მიკროსკოპმა რატო წყვეტ, იმიტომ რომ ხა ფაქტიურად რუსული ინტერესების და ქართული ოცნების ინტერესები ემთხვევა არა მარტო საქართველოში, რეგიონში, არამედ ზოგადად გლობალურ პროცესების შეფასებაზე. აი სწორედ ირანის ელჩის განცხადება ცალსახაძის იგივე ფაკუთხეთში და მე როცა ვნახე მისი ინტერვიუ თქვენ ჟურნალისტთან, გამომდინარე იქიდან მეც ნამუშევარი ელჩი ძალიან რთულ მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა, რომ ის საუბრობს თავის ქვეყანაზე და იმ საფრთხეებზე, ის მაინც გამომდინარეობს ზუსტად იმ რუსული, ვთქვათ, სასაუბროდან, რომელიც საქართველოში უნდა ითქვას, გამომდინარე იქიდან, რომ ყველასთვის გასაგებია რუსეთი და ირანი საქართველოში არიან მოკავშირეები. აქედან გამომდინარე ქართული ოცნებას ირანის ელჩს რო არ გააკეთებინა ეს განცხადება, ჩნდება შტაბ-შტილება, რომ თხოვდა რომ გააკეთებინა ეს განცხადება, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის რუბიოს საუბრის შემდეგ, იმიტომ რომ სულ მუდმივად ეძებენ გამოძვრენის რაღაც საშუალებებს, ივანიშვილს ეს აქვს, ეგრეთ წოდებული მიზეზი რუსეთთან თავისი ამ არარივის ურთიერთობის და მე თქვენთან წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, ზუსტად ამ პროცესში მან არაერთხელ თქვა რომ ველოდებით უკრაინის ომის დასრულებას, ეხლა უკვე ირანის ომის დასრულებას,
ელოდება, რითი დამთავრდება, ვის მხარეს გადაიხრება ეგრეთ წოდებული ეს თამასა, რომ გადავიდეს იმ მხარეს. ოღონდ მოცემულობა გვაქვს ასეთი, რომ ამ დალოდების საშუალება მას არ ეძლევა. ძალიან გაშავთ თეთრ და სამყარო და მიუხედავად ეს ტრამპის ზოგიერთ შემთხვევაში არათანმიმდევრულობისა, შეიძლება ზოგიერთი განცხადების და ასე შემდეგ, მაინც თავისუფალი სამყაროს ინტერესი ამოცანა, მათ შორის იგივე ირანთან მიმართებაში სტრატეგიულად ერთი რჩება რა, რაც არ უნდა პატარა წაკინკლავებებს მივადევნოთ ხოლმე თვალი, ხო, ასე თქვა, თუნდაც ნატოს შიგნით შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შორის სტრატეგიული ამოცანები არის ძალიან მკაფიო და ნათელი. ირანს არ უნდა ქონდეს ბირთვული იარაღი, ირანი არ უნდა ატერორებდეს სამეზობლოს, არ უნდა წარმოადგენდეს მუდმივი დესტრუქციის საფრთხეს მათ შორის სოფლიო ეკონომიკისთვის. ნუ ამაში მოკავშირეები არიან, უბრალოდ შეიძლება რაღაც მეთოდებზე იმდენად ვერ თანხმდებოდნენ. მაგრამ აი თავად ივანიშვილს რო დაუბრუნდეთ ამ შემთხვევაში, ძალიან უცნაური სიტუაცია შეიქმნა. დეკადების განმავლობაში შევარდნაძიდან მოყოლებული ვანო და შენ აი ყველა ეს პერიოდი კარგად გახსოვს და მონაწილეობდი კიდეც ნაწილობრივ როგორც მაჩვენე დიპლომატი 37 წლიდან. კი ბატონო, საქართველოს და ჩვენ ყველა პირველი პირი საქართველოში შეერთებული შტატების ფაქტორს და ჩვენი მათთან ახლო ურთიერთობებს ვიყენებდით ზუსტად ამ რეგიონში ამ საფრთხეების შეკავებისა და ავტორიტარული სახელმწიფოების ინტერესების შეკავებისათვის. ეს უკავშირდებოდა რუსეთსაც, ირანსაც, ჩვენს კარგ მეზობლებს, ასე ვთქვათ, იგივე აზერბაიჯანს მაგალითად. კი ბატონო, ეს დღევანდელი ფაქტი, რაც აქტუალურია ინფორმაციულად, ასე ვთქვათ და რა ალიევი მანამდე ალიევი არ იყო თუ დემოკრატია ყვაოდა იქ და მანამდე არ ქონდათ მოთხოვნები. ქონდათ, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი მეტნაკლებად ისე გვარდებოდა, რომ ჩვენი სტრატეგიული სახელმწიფოთა შორის მნიშვნელოვანი ინტერესებიც გათვალისწინებული იყო, მაგრამ ასე თავს არ ვიჭრიდით, ასე ვთქვათ, რა. ამას თავის მიზეზი ქონდა. ახლა რა ვერსიას თქვით, რომ შეიძლება პირიქით ირანის ეს თხოვეს რომ საჯაროდ ეს ამ განცხადებები გაეკეთებინა, რომ რამენაირად ამერიკელები გააჩერონო. ნუ აი ეს მცდელობა თავისთავად უკვე ძალიან სასაცილოდ კი არა რა. ხო არა, სავალალო მდგომარეობაში არის, კი. იმიტომ რომ იცით რა არის გიორგი? აი ვისაც საუბრებიან, აი თუ დააკვირდებით, რამდენჯერ უნდა ჩავიდნენ ჩემი კითხვა ეს იყო, რამდენად გააჭერის ასეთი ტიპის ხო, აი ხა ფაქტია რომ წელზე შმაკობები. აი რამდენჯერ უნდა ჩავიდნენ უნგრეთში, რამდენჯერ უნდა ჩავიდნენ სლოვაკეთში. ანუ რუსეთში ჩასვლა რო შეეძლოთ, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ხარდაჭერა არ არის ამის, ხო? იქაც ჩავიდოდნენ. ანუ მოიარეს დუშანბე, მოიარეს თეირანი, მაგრამ აშხაბადი მოიარეს, მაგრამ ეს არ არის ქართული ხალხის გადაწყვეტილება, რომელიც ხარს უჭერს პოსტსაბჭოურ სამყაროში დაბრუნებას საქართველოს, რომელიც 30 წელი შეწირა სწორედ ევროპული დასავლური ცივილიზაციაში დაბრუნებისთვის. აგერ 9 აპრილი მოდის, ხო? 9 აპრილი მოდის და ის ხალხი, რომელიც დღემდე აპროტესტებს, დარწმუნება გაცილებით უფრო დიდი გულშემატკივარი ყავს ქუჩის გარეთ, იმიტომ რომ უბრალოდ მართლა მნიშვნელოვანი ამის რაღაც პოლიტიკურ პროცესში გადაზრდა და დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან თუ ეს გამოჩნდება, ამის ელემენტები როცა გამოჩნდება, ამ ხელისუფლება ძალიან მძიმე დღეები დაუდგება, იმიტომ რომ პასუხი უნდა აგოს ყველა იმ ქმედებაზე, ძალადობაზე, ევროკავშირთან ესე დაპირისპირებაზე, ამერიკის შეერთებული შტატების დაპირისპირებაზე და ის ასეც ზუსტად საუბრობთ გიორგი, რომ აზერბაიჯანთან მიმართებაში მე არაერთხელ მომიწია იქნებოდა შევარდნაძის პერიოდი პრეზიდენტ სააკაშვილის თუ მარგველაშვილის გამომდინარე ზუსტად იქიდანაც არაერთხელ გვისაუბრე გამომდინარე იქიდან რომ ძალიან კარგად იცოდე რომ საქართველოს იყო სტრატეგიული უმთავრესი პარტნიორი რეგიონში დასავლეთის ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ითვალისწინებდა ეს ბალანსი სწორედ ეს მრავალვექტორულობა სწორედ აქედან გამომდინარე იყო რეალური ეს ეგრეთ წოდებული ამათი გამოცხადებული მრავალვექტორობა არის ფიქცია ეს არ არის ეს არის ერთვექტორულზე დაწყობილი თავიდან ბოლომდე უბრალოდ ცდილობენ რომ ეს გაასაღონ იმიტომ რომ თუ დააკვირდებით კიდევ ერთხელ რუსეთის მოკავშირეებთან დადიან შეხვედრებზე და ცდილობენ დაალაგონ ეს ურთიერთობები რომელიც გაყიდონ თავის ეგრეთ წოდებულ მხარდამჭერებში პროპაგანდისტული არხებით რომელიც დასანქცირებულია უკვე იმედია რუსთავიორი და პოსტივი მაგრამ რეალურად საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება რომ ეს არის ჩიხური საგარეო პოლიტიკა იმიტომ რომ აი ყველაზე რთული მომენტი როცა დადგა ანუ კრიზისური მდგომარეობა იხვეწებოდნენ ისევ ამერიკის შეერთებული შტატებიდან რომ მიიღოთ სატელეფონო ზარი ამერიკის შეერთებული შტატების
ან სახელმწიფოებრივის პრეზიდენტის და ბიძინა ივანიშვილი ეთქობს გარანტიებს. მას მისთვის თავარი ქვეყნის წინსვლა კი არ არის საერთო ჯამში, ახლა რაც ვხედავთ, ხო? ეს არის მის წარმოუდგენლად სახელმწიფო მე კარგად ავარ, ქვეყანა კარგად არის. აქედან გამომდინარე, ეს დანარჩენი აპარატი აწყობილია ზუსტად აი ამ გზავნილებზე და მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო მდივნის რუბიოს ზარი შემთხვევითი ნამდვილად არ არის. ეს არ ეხებოდა, რომ ეს რა შეცდომა მოგვივიდა წინა ადმინისტრაციას ან ეხდა როგორ დაგვავის ან კიდე როცა საუბარია რეგიონში მშვიდობაზე და სტაბილურობაზე არ მოუკითხე ხომ მშვიდობა გაქვთ მან სტაბილურობა როგორ არის ხო ანუ ძალიან კონკრეტული ჩამონათვალი მე ადრეც ვისაუბრე ამაზე როდესაც ბატონი დინარაძე იყო ჩასული თუ სხვები სამხარაძე ძალიან კონკრეტულად არის ჩამონათვალი რა მოლოდინი არის და ძალიან სწორად აღნიშნე აქ მათ განცხადებებს მათ გამოსვლებს თუ მოусმენ და ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიაში ძალიან პირდაპირ ამბობენ ვის მხარეს ხარ ანუ შენ ხარ ცივილური დასავლური სამყაროს ხარეს თუ იმ შაუბნელი ესე ვთქვათ რუსეთი ირანი ეგრეთ წოდებული აი ამ ღერძის მხარეს რომელიც შენთვის რას ვისი მომცემია და ეს კითხვები გაჩნდა დარწმუნებული ვარ ამათი პასუხი ალბათ არის არავის მხარეს ვარ ხო ეს არ არის პასუხი ნეიტრალურები ვარ ეს არ არის პასუხი იმიტომ რომ ნეიტრალური ახარ ისედაც გამომდინარე შენ ეკონომიკური ფინანსური სამხედრო თუ გეოპოლიტიკური შესაძლებლობიდან უბრალოდ ის რასაც შენ ელემენტარულად ცდილობ დღევანდელი ხელისუფლება გაყიდო როგორც ბალანსი როგორც მშვიდობის ფორმულა უკვე აღარ მუშაობს და საერთო ჯამში მნიშვნელოვანი კიდე რა არის ერთის მხრივ უნდა გასაღება რომ ეს იყო გადატვირთვის ზარი და მეორეს მხრივ ზუსტად ერთი და იგივე დღეს სანქციები ბიძინა ივანიშვილზე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სწორედ რუსეთთან კავშირებიდან გამომდინარე ხანგრძლივდება. ანუ აქ უკვე დისბალანსი შემოდის საერთო ჯამში და მე ყოველთვის ვამბობდი, ყველა ელოდება ქართული ოცნებიდან როდის დაალაგებს ბიძინა ივანიშვილი თავის ლობისტების მეშვეობით აი ამ გზავნილს რომ რაც ვარ ისეთი მიმიღე თუ გინდა რომ ეს სტაბილურობა რეგიონში იყოს ჩემს მიერ შენარჩუნებული რაც 2012 წლიდან მას მიაჩნია რომ ეს არის მისი როლი იმისთვის რომ თავისი პოლიტიკური ცხოვრება გაიხანგრძლივოს რაც დაკავშირებულია ძალაუფლება, ფული, ფინანსური და პიროვნული ანუ მაგ დალაგების ფორმულაშიც არის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა რაც ვარ ესეთი მიმიღე იმისთვის ვისაც ამას ეუბნები ნიშნავს რომ ესეთი მიმიღე და შენიანი ვარ. ამის რესურსიც არ აქვს ამათ და ამის თავისუფლება არ აქვს. ხო, იცი არის, იმიტომ რომ რაც ვარ ეგეთი მიმიღე თეორიულად რო დაუშვათ, იმის ინტერესი რა არის, რომ შენ თლიან ჩემს მხარეს ხარ და ამათ ამის რესურსი აღარ აქვს, იმიტომ რომ აი ეს არტახები, რომელიც თვითონ შემოირტყეს და მისცეს იქ მოსკოვს და კიდევ სხვა სახელმწიფოებს ასე უკვე მათი მოქმედების თავისუფლების არეალს აღარ ტოვებს. ეს არის პრობლემა. მე შეიძლება ვცდები, მაგრამ მე მგონია თუ ეს სცენარი, რასაც შენ საუბრობ, ეს ითხოვს იმას, რომ შენ დემოკრატიული პროცესი დააბრუნო, არჩევნები, თავისუფლებები, კანონების შეცვალება. არა, რომც არ დააბრუნოს ვიძახი მე. აი დაუშვათ და ნუ ესე ტრანზაქციული პრეზიდენტია ეს ტრამპი, არ არის მისთვის მთავარი პრიორიტეტი დემოკრატია, ადამიანის უფლებები. საერთო წარმოდგენა არ უნდა ქონდეს შეერთებულ შტატებზე, თუნდაც რესპუბლიკური პარტიის სპეციფიკაზე, ციკლებზე და 1000 ბევრ სხვა რაღაცაზე და დაუშვათ რომ ეს ესეა. კონგრესის სენატი რომელიც ასე მნიშვნელოვანია. მაგ შემთხვევაშიც პრობლემაა თქო, მაგას ვიძახი, იმიტომ რომ იმ ტრამპს თუნდაც ესეთი როგორც უარგისი რაც ხარ და ავტორიტარი, თავისთვის უნდა ხარ რომ მისი და შეერთებული შტატების ინტერესები რეალიზდეს მათ შორის ამ რეგიონში და შენ ამისთვისაც არ ახარ მზად. მზად აღარ ხარ კი არა, უკვე ვეღარ ახარ. იმიტომ რომ ისეთი ტიპის ვალდებულებებში ხარ შესული, იმ მასშტაბის ინფილტრაცია არის შენ სახელმწიფო მართლობით მოდელში, სისტემაში, იმდენად მოწყვლადი ხარ ამ თვალსაზრისით, რომ ეს მანევრიც აღარა გაქვს რა, რომ იმისიანი გახდე. შენ იმათი ხარ უკვე ავტორიტარული, აი ამ კონსტრუქციის ერთი ნაწილი ხარ, რომლიდან თავს ვერ გამოყოფი, რომ წაგეჭრება. მე მგონი თვითონ კითხვაშიც არის, რომ აქ ცდელობა იმისი არ უნდა გამოვრიცხოთ, შეიძლება ვცდები, მაგრამ სწორედ ის ლუკაშენკოს მოდელით, რომ ამისიანი ვარ და ესეთი მიმიღე, მაგრამ რაღაცებზე შევთანხმდებით, რომ გეოპოლიტიკურ შავ-შავის უსაფრთხოებაში და ასე შემდეგ, აი ამ კუთხით ვითამაშებ რუსეთთან შეთანხმებულ თამაშით
წესებით ჩემ როლს მე არ ვეკითხები ქართულ ხალხს 90% რომელმაც აირჩია ევროკავშირი და აირჩია დემოკრატია მათ მე ბიძინა ივანიშვილი ვამბობ რომ მათ არასწორად გადაწყვეტილება მიიღეს ერთი ადამიანი და რამოდენიმე ერთად შევთანხმდით რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მე და არასწორი არჩევანი გააკეთა ეს 30 წლის განმავლობაში მე ერთადერთმა ვიცი რა არის სწორი არჩევანი ამას ღიად არ ამბობს მაგრამ ყველა გზავნილში ესეა ქართული ოცნების პაპუაშვილები იქნებიან კობახიძეები თუ ასე შემდეგ მაგრამ ამავე დროს ზუსტად ამას ვამბობ ტრამპს არ ჭირდება ივანიშვილის მეგობრობა. ტრამპისთვის მასშტაბი ივანიშვილის და ქვეყნის არ არის საინტერესო. საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა, მისი სწორედ დემოკრატიული მმართველობა, სწორედ სომხეთში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც არის სწორედ დემოკრატიული განვითარების შემდეგი უკვე ახალი შუქურა. ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, როგორც ესე ვთქვათ, ცივილური სტაბილური მოთამაშე რეგიონში და მსოფლიოში. ეს არ არის მხოლოდ ამერიკის ინტერესებში რა არის. ეს არის ზოგადი ინტერესებში, იმიტომ რომ აქ ტრამპი იმდენად დაკავებულია სხვასაკითხებით, როდესაც ყოველთვის ჰქონდა ეს რომ ვინ არის, როგორც ითქვიან, in charge, პასუხისმგებელი, ვინ არის საქართველოსთან ურთიერთობაში. როდესაც სახელმწიფო მდივანი რუბიო სწორედ ესე იგი ნიშნავს, რომ სახელმწიფო მდივანი და სახელმწიფო დეპარტამენტი არის ამ მმართველობით და ვერ გადაუხევს სახელმწიფო დეპარტამენტი იმ დემოკრატიული ცივილური პრინციპების ჩარჩოს პლუს კიდე გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას რეგიონალურ უსაფრთხოებას და აქ ზუსტად პრობლემა ჩდება ერთი ადამიანის რომელიც აი ამ სახელმწიფოებრივ ხედვაში სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში რომელმაც ვერ დაალაგა რომელიც იქცა მთავარ დაბრკოლებად და პრობლემა შეიქმნა და ცალსახად გამოჩნდა რომ რუსეთის და ირანის ესე ვთქვათ მოკავშირეობისკენ უფრო იხლებოდა ვიდრე ევროკავშირისკენ ფაქტია რომ აქ დამაბრკოლებელი ფაქტორი არის ერთი ადამიანი და ამ ერთი ადამიანის თემა როგორ გადაწყდება მე მგონი ამაზე არის სერიოზული ძალისხმევა და ერთს დავამატებ კიდე აქვთ ერთადერთი იმედი ძალიან კარგად გახსოვთ რომ იყო მეგობარი აქტის დაბლოკვა სენატორი მარკ ვეინ მალერის მიერ ეს ადამიანი გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტი დაიკავა ტრამპის ადმინისტრაცია ეგრევე Homeland Security-ს დივანი გახდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მას უკვე აღარ აქვს საქართველოს ეგრეთ წოდებული ლობისტმისთვის დრო და კონგრესში სენატში პროცესები და აღარც აქვს უფლება. ან მეორე საფრთხეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას ხო არა აქვს უფრო ახლო ურთიერთობა ტრამპთან, რომელსაც საშუალება ექნება, რომ თავის თემა ისევ გააგრძელოს, სწორედ აი ამ ნავთობიდან გამომდინარე და რამდენად ეს კავშირები არის ღრმა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დადგინდეს, რომ საფრთხე, რომელიც აქისგან შეება, უპირატესობა შეიქმნას ოპოზიციისთვის და ქვეყნისთვის. მაგ შემთხვევაში მარკო რუბიოს იმედი გვაქვს. მარკო რუბიოს იმედი გვაქვს ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა, ვანო მაჭავარიანი იყო ჩვენი გაცემის ბოლოს სტუმარი.